მე მგონია კი არა დარწმუნებული ვარ რომ ამ წინააღმდეგობაში პრინციპში ის განსხვავებები რაც ჩვენ ამ შემთხვევაში მოძრაობას ან საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშს და ის ნიშა ის შინაარსი რაც აქვს აბსოლუტურად ნათელი არის და ცხადი არის ყველასათვის მაგრამ ის რაც იმ საზოგადოებასთან მრავალფეროვან საზოგადოებასთან რომელსაც მე ვაღიარებ მრავალფეროვნებას ამ საზოგადოების გვაქვს ეს არის ძალიან დიდი წინააღმდეგობა და შეუგუებლობა აი ამ ავტორიტარულ რეჟიმთან, რასაც თქვენ არ აღიარებთ და რაც შეეხება გამიჯვნას ჩვენ არასდროს არ გავემეჯნებით მათ შორის სინდის პატიმრების ოჯახის წევრებს და ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ისევე როგორც არ გავემეჯნებით თქვათ საზოგადოების რაღაცა იმ მრავალფეროვან ჯგუფებს, ვინც არიან კიდევ ერთხელ ვამბობ, იქ არიან კინოს, თეატრის მასწავლებლები, პროფესორ-მასწავლებლები, განათლების წარმომადგენლები, არ ვიცი თქვენ რა წარმოდგენა გაქვთ, ან რა წარმოდგენა გინდათ რომ დახატოთ იმ საზოგადოებასთან, მაგრამ ხალხი არის რეპრესიის და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. გასაგებია თქვენ გინდათ რომ ეს ხალხი მონათლოთ რაღაცა კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობად, მაშინ როდესაც ფაქტობრივად 50% თუ მეტი არა ქართული ოცნების ნაციონალური მოძრაობის წევრები შედგებიან, მაგალითად შსს მინისტრი გელა გელაძე არის მთელი თავისი ისტორიით და ბიოგრაფიით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და იყო, რა ვიცი, დიმიტრი შაშკინის ერთ-ერთი მარჯვენა ხელი, იყო მერაბიშვილის კოდუას ყველასთან მსახურობდა ეს ადამიანი და უცბად მოგვენდლან შსს მინისტრად. ამიტომ მე მას უფრო გავემიჯნები, ვიდრე ვთქვათ, ჩემ ხალხს უფრო გავემიჯნებოდე. ამიტომ დიდი მადლობა ამ კეთილი რჩევებისთვის, მაგრამ ჩემთვის ხო აი როგორც ვთქვათ, თქვენთვის არის რაღაცები უკიდურესად მიუღებელი. ეს მაინც რევოლუციურ პროცესებს ემიჯნებით თუ არა, იმ ხალხს არ, მაგრამ რევოლუციურ პროცესებს ძალიან კარგად ისა გითხარით ხო, რომ ანუ საზოგადოება, რომელიც თვეებია, ფაქტობრივად ერთი წელია ითხოვს სინდის პატიმრების გათავისუფლებას და ხელახალი სამართლიანი არჩევნების დანიშვნას. ძალიან რთული, აი ძალიან უნდა მოინდომოთ რომ თქვენ ამას დაარქვათ რევოლუციური პროცესი. აზროვნებაში რევოლუცია კი ბატონო, აზროვნებაში რევოლუცია ჩვენ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვა.